გუშინ გაიმართა მორიგი დემონსტრაცია, არც მეტი, არც ნაკლები მშობლების ნახალოკაში, ნაძალადევში, მე-10 სკოლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სკოლა კვლავაც გასარემონტებელია, ბავშვები ონლაინ გაკვეთილებზე დადიან და რეალურად ძალიან წვალობს ძალიან ბევრი ოჯახი, მშობელი და ბავშვი წლების განმავლობაში. წლების განმავლობაში გაურემონტებელ სკოლებზე მქონდა ჩართვები, ამაზე ვსაუბრობ, ამ საკითხს ვაყენებ, ზუსტად ვიცოდი და ვამბობდი, რომ ამ სფეროში არის კორუფცია. ზუსტად ვამბობდი, რომ ჩვენი შვილები რომ გადააქციეს მომთაბარე ბავშვებად, იმიტომ რომ დაუნგრიეს სკოლები და არ გაურემონტეს, აქ იყო კორუფცია. და დღეს ბედავს და გამოდის ახალი მინისტრი ნომერ რაღაცა მოლაპარაკე თოჯინა და ამბობს, რომ მილიარდობით პროექტით დაზარალდა ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დღესვე მურიკ ჭანჭიქს სისტემისა გირაო შეუფარდეს, იმიტომ რომ სკოლის რემონტების თანხები გაიფლანგა. მეგობრებო, საერთოდ როგორ ბედავთ, რომ ამაზე საუბრობთ. წლების განმავლობაში, როდესაც მშობლებთან ერთად ვამბობ და ვამბობდი, რომ სწორედ ამიტომ არ რემონტებოდა სკოლები. ნაძალადევშიც ვიყავი, ჩოხატაურშიც ვიყავი, დედოფლისწყაროშიც ვიყავი, სოლდაკშიც ვიყავი. ეს პრობლემა ჩავარდნილი რემონტების სკოლების წლების განმავლობაში არსებობს. ჩავარდნილი რემონტები ბაღების. რასაც ვამბობ, რომ ჩვენი ბაღის ბავშვების ფაფების ფულით არის ეს მილიონები მოხაპული და შექმნილი. რა მილიონებსაც დღეს ერთმანეთს ართმევენ. ამაზე წლების განმავლობაში მაქვს კამპანია და წლების განმავლობაში არავინ იქიდან პასუხს არ მცემდა, როგორც ახლა არ მცემს, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ იმ ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ ესმის პოლიტიკა, ან შეკრულია ბიძინა ივანიშვილთან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს რეალური სახალხო პრობლემები და საკითხები და აღმოჩნდი ისევე როგორც სასამართლოსთან დაკავშირებით, ისევე როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ისევე როგორც უფასო კვებასთან დაკავშირებით სკოლებში, ისევე როგორც თავის დროზე დავაყენე ხელფასების გაზრდის შესახებ კანონპროექტი და არ ჩახედა არავინ, არც მაშინდელმა მთავრობამ და არც მაშინდელმა ოპოზიციამ პარლამენტში. აი ასევე 100%-იანი აღმოჩნდი თუ არა სკოლებთან დაკავშირებით. ოღონდ ახლა თვითონ აინტერესებთ ეს ამბავი. თვითონ გამოდიან და ამბობენ, რომ მილიარდობით ლარი დაინახეს, რომ მოუპარავს ვიღაცას. მეგობრებო, თავის დროზე თვალს რატო ხუჭავდით ამაზე ყველაფერზე? იმიტომ რომ გაწყობდათ? იმიტომ რომ საერთოდ არ აინტერესებდათ ბავშვი დაზარალდება იქ თუ 10 კილომეტრში ივლის სკოლაში თუ 15 კილომეტრში. რამდენი სკოლაც გინდა იმას დაგისახელებთ, რომელიც მიგდებულია აეგრე გასარემონტებლად. და ამის მაგივრად, ნახეთ რა გააკეთეს, პარტიების გაუქმების კანონიო და ყველა ამაზე ლაპარაკობს. ეხლა თვეებზე ილაპარაკებენ ამაზე. ხვდებით თქვენ რა შეესაქმე? პარტიებს გააუქმებენ თუ არ გააუქმებენ, ეს რა თქმა უნდა პარტიების გაუქმება ზოგადად ცუდია და ნიშნავს დიქტატურას. მაგრამ ამაზე ლაპარაკი ხო იმიტომ კეთდება, რომ საქმეზე ლაპარაკი არ იყოს და ეს ოპოზიცია მართლა უტვინო ოპოზიცია ხო მორიგჯერ ისევ და ისევ მიყვება იმას რა სცენარიც იწერება სოლოლაკში. აბა გუშინ ნაძალადევში რომ მშობლების მიტინგი იყო, პირველ რიგში ჩემი პატივისცემა ყველა მშობელს, ყველა დედას, ყველა მამას, რომელიც ადგა და გამოვიდა გუშინ და ისეთი მაგისტრალი დაკეტა, რომ შეფერხდა მოძრაობა. იმიტომ რომ ადამიანებს ყელში ამოუვიდათ ის გაუსაძლისი მდგომარეობა, ონლაინ კლასებით მიღებული განათლება რო არ არის, ახლა ახალი ამბავია, ეკა, კოვიდის დროს რაც გვიქნეს, რომ აბსოლუტურად დააპაუზეს ჩვენი ბავშვების განვითარება. ეგ არის და ამ პირობებში მოიწერეთ, მოიწერეთ, საჯაროდ მოიწერეთ, გინდა თქვენი ანგარიშით, გინდა პირადად მომწერეთ, თქვენი სკოლები და ბაღები რამდენი ხანი არის გაჩერებული. მომწერეთ მე პირადად. იმისთვის რომ მე მომეცეს საშუალება და ამაზე ვისაუბრო, რომ დღეს რო ამბობენ რომ მილიონობით დოლარი უნდა ამოვიღოთო ხალხნო, ეს ფული თქვენი ჯიბიდან არის და ეს ფული თქვენ არ მოგხმარდებათ. ეს ფული სხვაგან წავა. არავინ არ ამბობს დიდი ბოდიშიო სკოლები და ბაღები ეგრეთ ავტოვეთო და ეხლაო ჩქარა ავაშენებთო.
არა, მათ უნდათ რომ ვიღაცამ ეს ფული მიიტანოს და შეგროვდეს ოფშიაქში, სოლოლაკში. და თქვენ ისევ დარჩებით სკოლებისა და ბაღების გარეშე. სამწუხაროდ ესეა. და კარგი სკოლის და კაი ბაღის გარეშე არ არსებობს აბსოლუტურად მომავალი. მე მქონდა ეგეთი იდეა, ბრწყინვალე დასაწყისი, რომ თავიდან ბოლომდე ძალიან ბევრი ფული უნდა ჩავდოთ ბაღებში და საწყის განათლებაში სკოლაში, იმიტომ რომ ამის გარეშე, როდესაც ბავშვს აქვს ბრწყინვალე დასაწყისი, მას აქვს ბრწყინვალე მომავალი. ძალიან ბევრი კვლევა ამაზე, კვლევა ვიღაცის აზრი არა, სამეცნიერო კვლევა, რომ ცხოვრების პირველი 6 წელიწადი ბავშვისათვის განსაზღვრავს რეალურად მის მომავალს, მის პროფესიას, მის სიმშვიდეს, მის უნარებს, მის ქცევებს და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს, ჩემი მმართველობის დროს ჩვენ გავაკეთებთ პროგრამას ბრწყინვალე დასაწყისი. აი ეხლა ხო მიაქვთ მილიარდები ბიუჯეტიდან და ჩვენ მილიარდებს ჩავდებთ ბაღებში იმისთვის რომ და სკოლებში, იმისთვის რომ ადამიანი ბავშვი რო იქ მივა, მას კონდეს ყველაფერი. მას კონდეს კარგი განათლება, კარგი ტექნოლოგია, ის კი არა რომ იყურებოდეს მარჯვნივ მარცხნივ მის უცხოელ კოლეგებს რაღაცა ტექნოლოგიები აქვს, ლაბორატორია, მე მახსოვს პატარა ბავშვი ვიყავი ამერიკაში რომ მოვხდი პირველად და იქ ვნახე პირველად ნორმალური ქიმიის ლაბორატორია აწყობილი, ნორმალური ბიოლოგიის ლაბორატორია აწყობილი. აბა საქართველოში 90-იან წლების მერე რა ლაბორატორია და რა ქიმიის ლაბორატორია და რა ექსპერიმენტები შემოგრჩებოდა. და ესე არ უნდა იყვნენ ჩვენი ბავშვები, ხო? და ეს ბრწყინვალე დასაწყისი იქნება გაორმაგდება, უნდა გავასამაგოთ ბიუჯეტი, რომ ნორმალურ სკოლებში იარონ, საჯარო სკოლებში იარონ, ის კი არ კონდეს ყველას, რომ ფული მოაგროვოს და ბავშვის კერძო სკოლაში გაუშვას. იქ ვისაც უნდა კონკრეტული რაღაცა ნიშური განათლება წავიდეს კერძო სკოლაში, მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ საჯარო სკოლაში უფასოდ წაიყვანს ბავშვს და იქიდან გამოვა განათლებული, მოწესრიგებული, მოვლილი, უსაფრთხო, ნაჭამი, უფასო კვება სკოლაში. აუცილებელია სააზროვნო უნარებისთვისაც, აუცილებელია ხალხო, მშვიერ ბავშვს და მშვიერ მასწავლებელს საერთოდ რას მოვთხოვთ ჩვენ. ჩემი კამპანია უფასო კვება სკოლაში წლების განმავლობაში დავდიოდი და ვუყურებ, რა ხდება განსაკუთრებით რაიონებში. ბავშვები ხო იცით ჩემზე კარგად. ბავშვები დილას გამოდიან, შუა დღემდე არიან მშივრები. ხო, ეს არის მიუღებელი და უნდა თქვენ ხო ყავთ აი ვიღაც ვითომ დეპუტატები რო ყავთ, მერე რა, ვიც არიან, შეაწუხეთ, მოსთხოვეთ, გამოდით, თქვით, მოითხოვეთ. ეს ხო თქვენთვის ითხოვთ, დააპოსტეთ, დაწერეთ, დაურეკეთ იმ გამგეობას, არაფრის გამკეთებლები არიან, მაგრამ შეწუხდნენ მაინც. ისინი ხო ეხლა ხელფასს იღებენ 5-6 ლარი არის ხალხო თითო ადამიანის ხელფასი, იცით? აი რაღაცა სულელურ თანამდებობაზე გამგეობებში თქვენთან. ხო და რაღაც მაინც გამოხატეთ, რომ მე თან მომეცეს საშუალება, რომ ამ ეს თემები ავიღო და რომელიღაცა ჟურნალისტი რომ მკითხავს, აი მე რას ფიქრობ, ყავას დალევთ ამ პოლიტიკოსთან, ამაზე ვუპასუხო, რომ უკაცრავად ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის, რომ 100-ზე მეტი სკოლა, 100-ზე მეტი ბაღის ფული არის მოპარული და მილიონობით დოლარები ჩვენი ბავშვების ფაფების და მერხების ფული არის წაღებული. ეს არის საინტერესო და ეს ფული უნდა მივიდეს ხალხთან და არა ვიღაცა უკვე მილიონერის ჯიბეში, სოლოლაკში. ამიტომ მადლობა, იმოქმედეთ ეს წუხილი, ეს ბრაზი რაც გაქვთ, დაწერეთ, თქვით, თავს ნუ დაიგროვებთ, ეს თქვენ თავს ეს არ გაუკეთოთ, ნუ დაიგროვეთ, გამოხატეთ და მადლობა ყველას, ვინც აქტიურობს ამაზე და საკუთარი შვილების მომავალს იცავს. აბა, დროებით.